მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ ავთანდილ ციცქიშვილი, ილუზიონისტი და თქვენ დღეიდან ხართ ჯადოსნურ სამყაროში. დიახ, დღეიდან იქნება ხელმისაწვდომი ეს საოცარი ჯადოსნური ყუთები. კი, გახდი ჯადოქარი, პირველი დონე, ანუ პირველი ეტაპი და პირველი საფეხური. ეს არის რეკვიზიტების ნაკრები დამწყები ილუზიონისტებისთვის და არა მარტო დამწყებისთვის, ვისაც უყვარს სხვების გაოცება, ემოციების მიღება და ასე შემდეგ. მოგეთ ყველაფერი შეგიძლიათ ნახოთ საიტზე magicianshop.g, ანუ ჯადოქრების მაღაზია. ანუ ამას ქვია კამათელი. ხო? ხო. ნახე რა მხოლოდ კამათელია. მაგრამ თქვენ ახაც პატარები ხართ, მოდი ჯობია ეს კამათელი დავაპატარავთ, კარგი? ნახე, მოდი კარგად შეხედეთ. აი? ეხლა ამ კამათელს ჩვენ დავაპატარავთ. სული შეუბერეთ? 1 2 3 აი. აქ იქნება ბევრი პატარა კამათელი. იგი არა. ესე იგი, რაში უნდა გამარჯვოს ტრიუკის არსი. გვაქვს სამი ფერის მუმია და გვაქვს აკლდამა. მე რომ მივტრიალდები, შენ ეს ნებისმიერი ფერი უნდა აირჩიო, შენ რომელიც გინდა, ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა. ჩადო აქ, დააფარო თავის თავსახური და დანარჩენი ორი შეინახო. კარგად რომ მე ვერ დავინახო, კარგი? მე შევეცდები გამოვიცნო თუ რომელს აირჩიო და რომელს მოათავსებ აქ. კარგი, დაიწყე. სად რომ იქნება, მითხარი და მოტრიალდა. საინტერესოა. ესე იგი შენ აირჩიე წითელი. ნახოთ. მართლა. წითელი ფერი. შეამოწმე თოკი. კარგი. ეხლა ეს პლასმასის დოქი შეამოწმე. ჩინთა ჩაძრე გოგო. კარგი. ეხლა ასე ვიცი? ამას ავიღებ. აქ ჩავდებ. შემდეგ ამას გადმოატრიალებ და ამ თოქს რო ხელი გაუშვა, ეს თუნა გაჩერდეს. ეხლა ამას გადმოატრიალებ და ეს დოქიც ამ თოქზე იქნება გაჩერებული. შეგიძლიათ თოკი აიღო. არ გამოგივიდა? შეგიძლიათ დოქი შეამოწმო. ცადი აბა თუ გამოგივა? ეხლა აციე გაუშვება თოქს ხელი. არ გამოგდის. კარგი, გოგოებო ნახეთ, ეს არის ჯადოსნური ჯოხი. სული შეუბერეთ. ეხლა ეს ჯოხი ზემოთავა. რა? კარგი იყოფა, ძალიან მაღლა არ აიყვანოთ. მე ხამ ჯადოსნურ ჯოხს გაჩუქებთ. აი. მე. შეუბერეთ აი ეს სული. არ შვება? არა. როგორც ხედავ, აქ არის კამათელი, რომელიც არის აბსოლუტურად ჩვეულებრივი, როგორც ყველა კამათელზე, აქ არის დატანილი 6 ციფრი. შენ გევალება, მე რომ მივტრიალდები, აიღო ეს კამათელი, დაიმახსოვრო ნებისმიერი ციფრი, მოათავსო ამ კაფსულაში და თავზე კარგად დააფარო. კარგი? მე მივტრიალდები და შევეცდები გამოვიცნო შენ ამახსოვრებული ციფრი. ზად რომ იქნები, მითხარი და მოტრიალდებ. ზად ხარ? კარგი. უფრო მეტი იმისთვის, დამაჯერებლობისთვის მე ხლა მას აქ მოათავსებ, კარგად დავაფარებ და მოდი ხელი მაინც დავაფარი ყოველი შემთხვევისთვის უარეგონოს მაყურებელს, რომ მე რამეს ვხედავ. შენ დამახსოვრებული ციფრი არის 1 2 3 4 5 6 ხუთიანი. ხუთიანია? აი ნახეთ. ნამდვილად ხუთიანი ყოფილა. გოგო, ვიცით ეს რა არის? კი. გასაფერადებელი, ხო? ხო. და რა ხატია? ჯამბაზი. ჯამბაზი. კარგი. რითი გიყვართ გაფერადება? ფანქლებით. მაგრამ ჩვენი ხმარტივად უნდა გავაფერადოთ. თაია, ჯადოსნური ჯოხი დაადემა. სული შეუბერე. კარგი, შეგიძლია ამოიღო ნახატი ნიცა? კი.
ამოწერნელა ის გაფერადდება. ე მაგარია. ნიცა, ჩვენ გვაქვს სამი ფერის ჭიქა, ხომ ასეა? ხო. და სამი ბურთი, ჩვეულებრივი ბურთი. კარგი, რომელიმე ჭიქა ავიღოთ? რომელი გინდა რომ ავიღოთ? იასამნისფერი. ეს არის ჩვეულებრივი ჭიქა, ხომ ასეა? ხო. აი, დანარჩენი ჭიქები შეგვიძლია ვნახოთ, რომ ჩვეულებრივია, ესე ჩვეულებრივია. იასამნისფერი ხო ერთია? ამას ავიღებ და აქ დავდებ. ეხლა ერთ ბურთს ავიღებ, დავადებ, ნახე? შემდეგ ამას დავადებ, შემდეგ ამას დავადებ, ჯოხს დავადებ და ეს ბურთი ჩახდება ქვემოთ. ბუმ. შემდეგ ავიღებ, ამჯერად მოდი წითელი დავადოთ გაუში. შემდეგ ერთი ბურთი, ეს წარიელია დავადოთ, ესეც წარიელია დავადოთ. ისევ ჯოხი დავარყავთ და ეხლა ორივე ბურთი ერთად აღმოჩნდება. შემდეგ ისევ ავიღებთ, მოდი ამჯერად ყვითელი ავირჩიოთ, ეს ბურთი აქ დავდოთ, ეს წარიელი იასამნისფერი და წითელი ჭიქების დავაფაროთ, ეს დავარყავთ სული შეუბერეთ. ამჯერად სამივე ერთად აღმოჩნდება. როგორც ხედავ, მაქვს სამი ფერის ჭანჭიკი. ამ შემთხვევაში სამი ფერის ჭანჭიკი არის დახატული ფურცლებზე და ამ შემთხვევაში რეალურად არის სამივე ფერის ჭანჭიკი. ხომ ასეა? მწვანე, წითელი, ყვითელი. აქაც არის წითელი, მწვანე და ყვითელი. მე ხამას გადმოვატრიალებ, მინდა რომ კარგად აურიო ეს ფურცლები. ისე რომ არ იცოდე რომელია, არც მე არ უნდა ვიცოდე და კარგი იქნება მაყურებლისას თუ არ იცოდინება და ისევ მაგიდას დაალაგო. კარგი. მინდა რომ ეხლა ერთი ნებისმიერი ფერი, პირდაპირ ერთი ნებისმიერი ფურცელი უბრალოდ წინ გადმოდო. ისე რომ არ ნახო. შვენიერი. კარგი. ესენი აქ დავდოთ. მოკლედ, მე ხლა ამას ავიღებ ჭანჭიკებს, რომელიც არის შეკრული, ჩავდებ, ჩავყრი ამ კაფსულაში და დავსახურს დავაფარებ. შემდეგ ასე ვატრიალებ და წესით აქ მხოლოდ ერთი ჭანჭიკი უნდა გაიხსნას. შევხედოთ, აიხსნება და ცოტა დარჩა. გაიხსნა. ნახე, მხოლოდ ერთი ჭანჭიკია გახსნილი. მოდი ახლა გადმოვყაროთ და ვნახოთ აქ რომელი ფერის ჭანჭიკია გახსნილი. როგორც ხედავ, მწვანე ისევ ასეა, წითელიც ისევ თავის მდგომარეობაშია და მხოლოდ ყვითელი არის გახსნილი, აი ჭანჭიკის თავიც აქ არის. შენ მანამდე ერთი ფურცელი გადადე, თუმცა არავინ არ ვიცოდით რომელი ფერის ჭანჭიკი გადადე შენ. ხომ ასეა? შეგიძლია ნახო. ეგ არის? და რა თქმა უნდა ეს არის ყვითელი ჭანჭი. იცით ეს რა არის ბავშვებო? მუმია. შეამოწმეთ. კარგი, ახლა თაიას მიეცი? თაი, აქ ჩადე მოდი თავის ყუთში. აი ეს, აქ შევაცუროთ. ნახე, ახლა ხმალი დაარჭე აქ. ხმალი, გაჭერი. სული შეუბერეთ გოგოებო. ახლა ის გაიჭრება, ნახე. სამნაწილად. ერთ მიწას, ერთი შენ. მოდი არ დაგივარდეს აქ დადე. კარგი? მოდი ახლა ავაწყოთ ისევ. თავი აქ ჩადე მამა. ხმალი დაადე, ხმალი. სული შეუბერე. ახლა ისევ გამთელდება. არა გიქცდება მოსავალს. გოგოებო მზად ხართ? კი. კარგი. ნახეთ აქ რა დევს? აქ არის ბურთი. ხო? ამ ბურთს ავიღებ. ხელში ჩავდებ, შეუბერეთ სული და გაქრება. შემდეგ ისევ ამას ავიღებთ, დავაფარებთ, შეუბერეთ სული. ისევ აქ გაჩნდება. უფრო საინტერესო იცით რა არის? ამას თუ დავაფარებთ, შეუბერეთ სული. ის აქ აღარ იქნება, იმიტომ რომ არის საიას ყურში. და